გამარჯვება მეგობრებო, კვლავ ერთად ვართ და მიმოვიხილოთ ჩემპიონთა ლიგა, UEFA და კონფერენც ლიგა. ესე იგი, ჩემპიონთა ლიგაზე ვინც უყურეთ მეგობრებო, აბსოლუტური გრევა და მსხრევა მოხდა ლოგიკური ჯაჭვების, მაგალითად, აიხავე მოგახსენებთ. ესე იგი, პირველი იყო სლოვან ბრატისლავა ზაგრები 1-4. მთავარია ამ კლუბის მონაწილეობა, ასე მგონია. გასაკვირი ცოტა იყო პრინციპში 1-4-ის წაგება, თუმცა ასე მოხდა. PSV იყო ჟირონასთან და აი აქ მართლა ჟირონა რაღაც შარშანდელი თოვლივით აღმოჩნდა. 4-0 წააგო PSV-სთან, ესეც ბრავო. და შემდეგი თამაში სპორტინგი სიტი მეგობრებო 4-1 განადგურება, აქ რომელ ლოგიკაზეა საუბარი, ხო? 4-1, მერე შემდეგი კიდე არანაკლები რეალმა სახში წააგო 1-3 მილანთან და ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ესეთი უკუღმართია, ხო? ეს ლოგიკური ჯაჭვები, რომელიც ალოგიკურშია გადასული, იქ წააგებს თქვათ ნაპოლისთან მილანი და მერე წავა და რეალს მოუგებს. ესეთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ხდება. ჩემის აზრით ნაპოლი 20-ჯერო ეთამაშოს რეალს, ვერც ერთხელს ვერ მოუგებს. მილანს კიდევ აქვს ეს რაღაც ინსტინქტები და მაინც სხვა არის რა მილანი. 1-3 წააგო, შემდეგ ლივერპულმა გაანადგურა ლევერკუზენი 4-0, ლილიმ US-თან 1-1 ითამაშა, მოკლედ წაუგებელია ლილი, დორტმუნდი შტურმი 1-0, სელტიკი ლაიფციგი 3-1, ესეც გამიკვირდა, უკვე მეოთხე თამაში წააგო ლაიფციგმა. წარმოუდგენელია, ბოლონია მონაკო 0-1, კი ბატონო, შახტარი Young Boys-ი 2-1, ბრიუგე ასტონ ვილა, ეს გამიკვირდა ნამდვილად 1-0, ესე წყნარად მშვიდად, შტუტგარტი ატალანტა 0-2, კი ბატონო, ველოდიამას ნამდვილად, სპარტა ბრესტი წაუგებელია 1-2, მერე PSG ატლეტიკო 1-2, ესეც ბრავო ატლეტიკოს, სტუმრად მოგებული თამაშისთვის, ინტერმა დაძაბულ ბრძოლაში არსენალთან 1-0 იმარჯვა, ფეინორდი ზალცბურგი 1-3, ხო, აქ ცოტა გამიკვირდა, მართალი გითხრათ, ფეინორდმა რო წააგო სახში, მე ალბათ მოულოდნელობა არ ყოფილა ცვენაზოეს და ბარსა 2-5 და უნდა გამოეგლიჯა ქულები, ქულა უფრო სწორედ ბენფიკას, მაგრამ 1-0 წააგო ბაიერნთან. ესეთი იყო ჩემპიონთა ლიგის ტური მეგობრებო. რაც შეეხება ევროპა ლიგას და უცნაურია სხვათა შორის, ეხა შაბათ-კვირის ტურია ჩემპიონატების და მერე სანაკრებოა. ვითომ ასვენებენ ფეხბურთელებს, მაგრამ აქაც რა ვიცი, დატვირთვა მიდის ბოლომდე. მოკლედ ამოსუნთქვა არ არის, ფეხბურთელები ითხოვენ, მაგრამ არა. ესე იგი მეგობრებო, აქაც საინტერესო რაღაცეები მოხდა, მივყვეთ. მოკლედ ლოგიკები ძალიან ხშირად იმსხრევა, ძალიან ხშირად. თავისთავად ეხა ყველაფერი ესე არ მოხდება როგორც ჩანს აფიშაზე. ესე იგი როიალ უნიონი რომა 1-1, მოკლედ ეს რომა კატასტროფულ ფეხბურთს თამაშობს, ოლიმპიაკოსი რეინჯერსი, ესეც 1-1, ნიცა ტვენტე 2-2 დახოცეს ერთმანეთი, ეს გამიკვირდა ნამდვილად, ლუდოგორეცი ბილბაო 1-2 და გალათასარაი ტოტენჰემი, აქ ოსიმენმა ბენეფისი მოიწყო, ვინც უყურეთ 3-2, მაგარი თამაში იყო ძალიან.
ესე იგი აქ შემდეგი მიდიულანდი ელსბორგი ბრაგა მეგობრებო 1-1 აინტრახტი სლავია 1-0 ბოდოგლიმტი ყარაბახი ესეც გამიკვირდა 1-2 რიგა ანდერლეხტიც არაფერი გუნდი არ არის 1-1 პლზენი სოსიედადი 2-1 მოკლედ ევროპა ლიგაზე აშკარად ეს ესპანური გუნდები არ წყალობენ წააგო 2-1 მანჩესტერი პაოკი 2-0 ლაციო პორტუ 2-1 ბრავო ლაციო ჰოფენჰაიმი ლიონი 2-2 აქ გოლი არ გაუტანია მიქაუტაძეს დინამო კიევი ფერენცვაროში ეს ცოტა გამიკვირდა 0-4 ალკმარი ფენერბახჩე 3-1 და აიაქსი მაკაბი 5-0 კი ბატონო ესეთი ამბები და გადავიდეთ კონფერენს ლიგაზე აქაც რამდენიმე საინტერესო თამაში იყო მოკლედ ესე იგი კონფერენს ლიგა აპოელი ფიორენტინა გამიკვირდა ნამდვილად აშკარად ფიორენტინა კაი ფორმაშია მაგრამ 2-1 წააგო ბეტისი სელიე 2-1 ჩელსი ნოა 8-0 გადაურბინა ჩელსიმ დიურგარდენი პანათინაიკოსი 2-1 კოპენჰაგენი ბაშაკ შეჰირი აქ ველოდებოდი კოპენჰაგენის მოგებას მაგრამ 2-2 ჰარცი ჰაიდელჰაიმი 0-2 კი ბატონო იაგიელონია მიოლდე 3-0 ესეც გამიკვირდა ლარნი სენტგალენი 1-2 ლასკი სერკ ბრიუგე 0-0 მოეფერენ ერთმანეთს და ვიტორია გიმარაეში მლადა ბოლესლავი 2-1 ესეთი იყო ევროსარბიელი და რა თქმა უნდა კიდევაც გითხარით შაბათკვირა იქნება ჩემპიონატები და შემდეგ ნოემბრის ერთა ლიგის თამაშები მეგობრებო და წარმატებები უსურვოთ ჩვენს ნაკრებს რა თქმა უნდა რთული იქნება ძალიან მაგრამ ნახოთ რა იქნება წინასწარ პროგნოზებს მე არ გავაკეთებ აღდგომა და ხვალო ნახოთ ყველაფერი როგორც იქნება ძალიან მალე შევხვდებით მეგობრებო და ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით აბა დროებით